შეცვალეს სახურავი თვეში 49 ლარიდან. შეარჩიეს ზომა, ფორმა და ფერი. ნოვა იყიდე პირველისგან. ყოველდღიური აბების სპონსორია სახალხო აფთიაქი. საიმედო ფარმაცია ყველასთვის. სახალხო აფთიაქი. ყოველდღიური აბების სპონსორია ზედაზე. ზედაზე. აბარა. გამარჯობა, მე ახალი დარბაზი მაინტერესებს. ასეთი არჩევანი, ხარისხი და რაც მთავარია დაბალი ფასი. მაგარია ბელუქსი. მონტერეი ლუქსის სახურავები. თქვენი სწორი გადაწყვეტილება. საუკეთესო ხარისხი, საუკეთესო ფასი. მონტერეი ლუქს, ლიდერი ქართულ ბაზარზე. გამარჯობა, თქვენს ინტერნეტ და რადიო ყუთებშია გადაცემა ყოველდღიური აბები ვასიკო ოდიშვილისგან და მე განაცემის სამყარო ვასიკო ოდიშვილი გაახლავართ. მედია ალბათ ლათინური სიტყვაა და ალბათ რაღაცასაც ნიშნავს. უბრალოდ მარგოლა ჩემმაც იმ დონეზე იცის ლათინური, რომ გაქცეულ ძველ რომაელს თუ მოაბრუნებს მარტო და შესაბამისად მედიაც მხოლოდ ტელევიზიების ერთობლიობა ჰგონია. საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველოშვილმა გუშინ საღამოს ქვეყანაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით კიდევ ერთი შეხვედრა ქართული ტელევიზიების ხელმძღვანელობასთან და საინფორმაციო სამსახურების უფროსებთან გამართა. შეხვედრას, რომელიც საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივით გაიმართა, თითქმის ყველა ტელევიზიის წარმომადგენელი დაესწრო. შეხვედრის მთავარი თემა მედიაში შექმნილი ვითარება იყო. მართალია კაცო, მედიის შეკრებაზე უნდა მოიწიო მარტო ტელევიზიები. აბა ხა, გაზეთი ვის რაში ჭირდება? კაბინეტში შედიან კაცო, ტუალეტში ხო არ. ეს რადიო. რა? რა რადიო სერგო ტუც რაღა დროს რადიოა კაცო მე-20 საუკუნის დასაწყისის გადმონაშთი რო არის კაცო ზიხარ უსმენ და არ იცი ვინ გელაპარაკება რა იცი იქნება ხა სარგებლობს უჩინრობით და ლაპარაკის დროს ცხირს იჩქნის ან მუცელს იფხანს ამიტომაც მედია არის მარტო ტელევიზია ცო მორჩა და გათავდა და ვინაიდან მე ტელევიზიაში აღარ ვარ არც ჩემს ლაპარაკს ქონია აზრი ხო და ვიждები ჩუმად აი ჩუმად ვზივარ ხა მართალია ჩუმად ვზივარს ვიმეორებ, მაგრამ ეგ იმიტომ რომ რადიოშიც მიხვდნენ რომ ჩუმად ვზივარ, კაცო. მაგრამ მეც მაგარი ვარ რა. ვიღა უსმენს რადიოს, კაცო. აი მე არ უსმენ, სერგო არ უსმენს. მარგოლა ჩემი არ უსმენს ხო და მეტი ვინ, კაცო. რადიო ხო ის არის, კაცო, რაღაცა მუსიკები რომ გადის მთელი დღე. ხო და რა გვემღერება რა? არაფერი. ამიტომ დასახურია რადიოები. და ხა თუ დემოკრატიაზე ვზრუნავთ, მაგას მარტო ტელევიზიებიც ეყოფა. რა ხა, ცუდი დემოკრატია იყო ნაცების დროს ტელევიზიებში თუ ახლა ცუდი დემოკრატია ზოგ არხზე. ხო და არც გაზეთი მინდა ახლა და არც ეს ინტერნეტი მინდა და აღარც ეს რადიო საერთოდ კაცო. და საერთოდ საკვეთად მედიას ხსნით. კარგად იყავით რა. აი ხალხო რომ წუწუნებით მიხეილ აღმაშენებელი წავიდა და რა გაგვეშველებაო სამაგიეროდ ახლა ზვიად გორგასალი ყავს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერად დასახელებული ზვიად კვაჭანტირაძის განცხადებით ხელისუფლებას გაცილებით მეტი მუშაობა დასჭირდება ჩვენი ამოცანაა მუხჩაუხელი მუშაობა იმ წინასაარჩევნო დაპირებების შესასრულებლად რომლებიც ხალხს მივეცით თას და მიწას შევძრავთ და დარჩენილ ერთ წელიწადში დანაპირებს შევასრულებთ აცხადებს კვაჭანტირაძე ახლა რითია ახლა ეს კაცი იმაზე ნაკლები ვინც თავის დროზე იალბუზე ფეხი შედგა რის შემდეგაც დიდმა დრეკა იწყეს, ხო და ხლა ვისაც მის სიტყვებში ეჭვი ეპარება, ერთი წელიც მოიცადოს, კაცო. ხო, სადაც 3 წელია სულ ტყუილად იცდის, დიდი ამბავია. ანუ ვერ გავიგე, რატომ არ ჯერათ რომ ესენი მთას და მიწას შეძრავენ, ახლაც მძვრის მეც რას აკეთებენ, და წარსულში საყდრისი რამთა არ იყო? და ვერ შეძრეს მენე? და ხლა პანორამა თბილისის აშენება რისთვის უნდათ ხლა თქვენი აზრით როგორ გონიათ? იმისთვის რომ მთა შეძრან, თორემ თვითონ რა არიცია რომ მაგარი პროექტია. მოკლედ მიწის შეძრაღა დაგვრჩა და ეგეც არ არის შორს სხვათაშორის. გაიხედეთ, გამოიხედეთ ქუჩებში რამ ხელა ორმოებია. ერთი დინამიტების ჩალაგება დარჩა და მიწაც შეიძლება. რაო? თის და მიწის შეძრაღა კარგი, მაგრამ დაპირებებს როდესაც შეასრულებენ? თქვენ გაიხალხო ხა. მთა და მიწა თუ შეიძრა, აზანზარდა და დაიქცა. მერე დაპირებებისთვის ეცხელება ვინმე ესეც. ზვიად კვაჭანტირაძე ამბობს, დარჩენილი დაპირებების შესასრულებლად მთას და მიწას შევძრავთო. როგორ შეძრავთო? როგორ და ცოტა კიდევ მოვსუხთებით და ვიხტუნავებთო. მარგველაშვილს ეკითხებიან მედიასთან შეხვედრისას რადიოს რატომ არ შეხვდიო? იმიტომ რომ რადიოში რაღაცნაირად ცუდად ვჭანვარო.
ბიძინა ჩემის დაპირებული გაოცების არ აგითხრათ, მაგრამ ნიკა გვარამიამ უკვე ორჯერ გამაოცა დაუპირებლად. პირველად მაშინ ლექცია რომ წაიკითხა მედია და თავისუფლება. მეორედ კი ახლა როცა ამ ხელისუფლებაზე ეს თქვა, უფრო სწორად როცა ეს ამ ხელისუფლებაზე თქვა. მე დარწმუნებული ვარ, რომ ხელისუფლება, რომელიც არის გადასულია იმ სიბინძურეზე, რასაც ბოლო პერიოდი აკეთებს და პორნოკრატია დაამყარა პრაქტიკულად საქართველოში, ამ ხელისუფლებას დიდი დრო არ უწერია. მიდი ნიკა მიაწექი ამ ქურდებს და უზურპატორებს. როგორ აკწაპნეს და ქვეყანას როგორ მოსდეს ის, რასაც თქვენ ასე სათუთად აკეთებდით ბნელ ჯორღმულებში. მართლა რა წესია კაცო ვერ გავიგე. ის ხელისუფლება იმიტომ კი არ აკეთებდა ამ ყველაფერს, რომ ამით ამ ხელისუფლებას ესარგებლა. არა, აკეთებდა იმიტომ, რომ იმ ხელისუფლებას ესარგებლა, კაც. რა უსამართლობა? ციხეები იმათ გააკეთეს სხვებისთვის, ამათ იჭერენ. ურთმელიძე იმათ აირჩიეს სხვების გასამტყუნებლად, იმათვე ამტყუნებს. პრემიერის პოსტი თავისთვის იმათ გააძლიერეს, ამათი პრემიერი დაჯდა. თავისი პრეზიდენტისთვის ააშენეს სასახლე, ამათი პრეზიდენტი შევიდა. თუმცა ეს ჯერ კიდევ საკითხავია ხო. ან იქნებ ახლა იმ ხელისუფლებას რამე განსაკუთრებული მიზეზიც არ ქონდა, როცა იმ ვიდეოებს დგამდნენ და იღებდნენ. ხო შეიძლება. ხო არიან ადამიანები, რომლებიც ახლა თავისთვის წერენ, თავისთვის ხატავენ, თავისთვის უკრავენ. და ისინიც იღებდნენ თავისთვის და სულაც არ უნდათ გაბაზრება. იმიტომ რომ თამდაბლები არიან. ხო, პირველად რომ გაუბაზრეს, ისე ეწყინათ, ისე რომ არჩევნები წააგეს. მეორედ გაუბაზრეს, რუსთავი ორს აგებენ. და ეს ხელისუფლება ჯერ კიდევ ისეთ გულზეა, რომ მგონი კიდევ ბევრჯერ მოგცემს საშუალებას იმ ხელისუფლების თამდაბლობაში დავწმუნდეთ. აუ სერგო, დავიღალე რა. რამე ისეთი სამსახური მინდა ყოველდღე მუშაობა რო არ მომიწიოს. ყოველდღე კი არა, საერთოდ მუშაობა რო არ მომიწიოს. რბილს კამზე ვიჯდე, მაღალ ხელფასს ვიღებდე და ცხოვრებას ოზომაყფული მქონდეს რა. და დეპუტატი გავხდე, რა სამოგაც. მე კანონ პროექტებს რა დაწერს, ნორმალური ხარ. ხო, ისე პრინციპში ხო რა თქმა უნდა დაწერა, ჰა? პარლამენტის 150 დეპუტატიდან 74-ს არც ერთი კანონ პროექტი არ მოუმზადებია. ვივიდი და საწლები კაცო რა დღეში იქნებიან ხო წარმომიდგენი ხა არ წალიათ ალბათ და მაგიტომაც არ წერენ ხო დღე და ყამი უროლოგთან იქნებიან კაცო ამდენი უსაქმურობისგან საცერებით ეკნებათ კვერცხები რა კანონ პროექტები უნდა წერონ ვერ გავიგერთი ხა რომელი საკანონმდებლო ორგანო ეგ არის ხა ორგანო კიდევ ხო ხალხმა იწვალა იშრომა ისავლა მოიპოვა სავარძელი თავისი ოფლით და ახლა უნდათ იმუშავებენ და უნდათ არა რა ჩვენი საქმეა კაცო რა ჩვენ უხდით ფულს თუ რა არა, სადღაც ოდნავ კითხავს ახლა 3 წელი პარლამენტში რომ ზიხარ და რომ არა მოგიღია. რა და ხმა სერგო, ხმა. არა კაცო, მათი შიშის და ახლა კომპლექსებისაც კი მესმის. ვაი და ხმა მოიღონ შეიძლება საერთოდ დაკარგონ ის უფლით მოპოვებული სავარძელი, მაგრამ განა იმაზე უარესი რა უნდა ამოიღონ, რაც აქამდე ამოღებულა, ხა. აი, свою мать იბიართ, თუ მაგის შანსი იყოს რა. და თუ მართლა არის შანსი, ამოიღეთ, არ დაუკარგოთ ეგ მარგალიტები შთამომავლობას. ბოლოს და ბოლოს ახლა იმ 74-დან ერთმა ამოიღოს. ხო, და გმირობა თავის თავზე და ესაც ამოაყენოს კანონ პროექტი, რომლის თანახმადაც პარლამენტის ნახევარი ვალდებული იქნება კანონ პროექტები არ წარმოადგინოს. ცირკია რა ცირკი. უფრო სწორად კი აი ეს თოჯინების თეატრი. ცხენი რეკავს პარლამენტში, დეპუტატად მიმიღეთ. რა შეგიძლიაო? რა და კანონ პროექტებს არ ვწერო. ნიკა გვარამიას ეკითხებიან, ახლა რომ ამბობ, პორნოკრატია ქვეყანაში. თქვენ დროს არ იყო? იყო, მაგრამ ჩვენ სიყვარულით ვაკეთებდითო. ეს გავხდათ გადაცემა ყოველდღიური აბები ვასიკოვიჩვილისგან. ნუ მიიღებთ სხვა აბებს. შეცვალეს სახურავი თვეში 49 ლარიდან. შეარჩიეს ზომა, ფორმა და ფერი. ნოვა იყიდე პირველისგან. ყოველდღიური აბების სპონსორია სახალხო აფთიაქი. საიმედო ფარმაცია ყველასთვის. სახალხო აფთიაქი. ყოველდღიური აბების სპონსორია ზედაზე. ზედაზე. აბარა. გამარჯობა, მე ახალი დარბაზი მაინტერესებს. ასეთი არჩევანი, ხარისხი და რაც მთავარია დაბალი ფასი. მაგარია ფელუქსი. მონტერეი ლუქსის სახურავები. თქვენი სწორი გადაწყვეტილება. საუკეთესო ხარისხი, საუკეთესო ფასადი. მონტერეი ლუქს. ლიდერი ქართულ ბაზარზე.